არჩევნებს. ამიტომაც საჭირო ამ თემებზე რეაგირება უკვე ძალიან სწრაფად. თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ძაზე გაბუნია სკოლის მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა ქრისტიან-დემოკრატმა საგარებელოს წევრმა თამბაქოს მოხმარებისა და მისი უარყოფითი შედეგების შესახებ ახალგაზრდებს ლექცია წაუკითხა. მისი თქმით, თამბაქოს მოხმარებასა და მისი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების შესრულება სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა გახდეს. ლექციის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა თამბაქოს მავნებლობაზე საინფორმაციო ხასიათის ფილმიც ნახეს. ამოცანა გახლავთ, რომ ყველა ის რეგულაცია, რომელსაც ერთის მხრივ განაპირობებს კანონი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან მოწევის აკრძალვას და მეორე მხრივ ყველა იმ ასე ვთქვათ ღონისძიების გატარებას, რომ შემცირებს წეველთა რაოდენობა, განხორციელდეს ეფექტურად, რომ მივიღოთ ჯანსაღი მომავალი თაობა, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულ ამოცანებზე. მიმაჩნია, რომ ესეთი აქციები და ესეთი ლექციები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და უნდა დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდობაში. ჩემთვის პირადად ეს ლექცია ყურადსაღებია და მიმაჩნია, რომ სიგარეტი მავნებელია ჯანმრთელობის.